ქრონიკული თვითრეფლექსიის სინდრომი. თვითრეფლექსიის პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად. ის ჟღერს როგორც ზრდა, სინამდვილეში შენ გაჭედილი ხარ მუდმივ ანალიზში. და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი განრიდების ფორმა. თუ შენ მუდმივად აანალიზებ შენს ემოციებს, ქმედებებს და რეაქციებს. იცი რატომ ხდება ასე, მაგრამ სცენარი მუდმივად მეორდება. და თუ გეშინია იმოქმედო, იქამდე სანამ ბოლომდე დეტალურად არ გაერკვევი. ეს არ მიგიყვანს განვითარებამდე, ეს არის ჩვეულებრივი ნერვული სისტემის გადაწაბვა და გადატვირთვა. ფსიქოლოგიაში ამას უწოდებენ ჰიპერრეფლექსიას. როდესაც შენ არ აანალიზებ შედეგისთვის, არამედ აანალიზებ იმისთვის, რომ იგრძნო ილუზორული კონტროლი. როგორ გავარჩიოთ ჯანსაღი რეფლექსია ჰიპერრეფლექსიისგან? ჯანსაღი რეფლექსია არის ანალიზი, არჩევანი და ქმედება. ჰიპერრეფლექსია არის ანალიზი, შიში და ისევ ანალიზში დაბრუნება. შენ რომელში ხარ? დამიწერე კომენტარებში.